მოგესალმებით, ჩემო კარგებო. მე მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და დღეს მე შემოგთავაზებთ გაშლას, რა ცვლილებების ზღვარზე ხართ, რა ცვლილებები გელით. მანამდე კი გთხოვთ, მოიწონოთ, გააზიაროთ ვიდეო და კომენტაროთ, რამდენად რეზონირდა, რათა მოხდეს გაცვლა ჩვენი ენერგიების, ენერგობალანსისთვის თქვენი კომენტარები და აქტიურობა თქვენი აუცილებელია. და გეტყვით, რომ მთელი კვირის განმავლობაში, ვინც იაქტიურებს კომენტარებით, მე ერთ-ერთ თქვენგანს ამოვარჩევ და პირად გაშლაზე ერთ პასუხს უსასყიდლოდ გავცემ. მე თქვენ კომენტარის ქვეშ ჩემს ნომერს მივუთითებ, ამით მიხვდებით, ვინ არის რჩეული ამ კვირის. კარგით, გაშლა გავაკეთოთ ორ ვარიანტზე. რა ცვლილებების ზღვარზე ხართ ახლა? პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, რომელი ვარიანტიც დაგიძახებთ, ის იქნება თქვენი. მეორე ვარიანტი გადავდოთ და ვნახოთ. მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ, რა ცვლილებების ზღვარზე ხართ ახლა პირველებო. მეგობრებო, ახლა გულნატკენები ხართ, რაღაც ვერ მიიღეთ, რაც თქვენ ძალიან გსურდათ, თქვენ გქონდათ იმედი, რომ მიიღებდით თქვენთვის სასურველს, არ ვიცი ეს რას ეხება, რასაც იმსახურებთ, უნდა მიგეღოთ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამის გამო გულნატკენები ხართ. ნახოთ, რა ცვლილებების ზღვარზე ხართ პირველებო. იმის გამო, რომ თქვენ ის სასურველი ვერ მიიღეთ, თქვენ ახლა ხართ თავდაცვის პოზიციაზე გადასული. ახლა თქვენ, ასე ვთქვათ, იმ მომენტში ხართ, როდესაც ამბობთ, რომ დიახ, ახლა მე ჭკვა ვისწავლე და რაღაც მომენტში იმ სოციუმს გაემიჯნეთ, თქვენს გარშემომყოფებს გაემიჯნეთ და რაღაც ბარიერი ამართეთ თქვენს და თქვენს გარშემომყოფებს შორის, რადგან იმედები გაგიცრუეს და თქვენ იგრძენით, რომ რაღაც მომენტში მსხვერპლის პოზიციაზე აღმოჩნდით, რაღაც მომენტში ამ ადამიანებმა თქვენ გაგწირეს, ასე ვთქვათ, მსხვერპლად შეგწირეს რაღაც სიტუაციას, ან თავიანთ კეთილდღეობას და აი ამ გულის ტკენის გამო თქვენ ამ ადამიანებს ჩამოცილდით და ერთგვარი ზღურბლი გაავლეთ და კედელი თქვენსა და მათ შორის. კიდევ რა ცვლილებების წინაშე დგახართ პირველებო. დიახ, მეგობრებო,
თქვენ საკმაოდ დიდი ტრავმა მიიღეთ სწორედ ამ ადამიანებისაგან. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ვინმე მამაკაცს, რომელმაც ვერ დააფასა თქვენი გაწეული ამაგიან ურთიერთობა, რომელშიც თქვენ ყველაფერი გაიღეთ და მან ამის სანაცვლოდ გაგწირათ და თქვენ სწორედ ახლა გამოდიხართ აი იმ შიშებიდან, აი იმ ეჭვებიდან, ემოციებიდან, თქვენ ნამდვილად ცვლილებების წინაშე დგახართ და ახლა თქვენ გამოდიხართ იმ ფსიქოლოგიურად არც თუ ისე კარგი მდგომარეობიდან, რომელიც გქონდათ. ნახოთ კიდევ რა ცვლილებების ზღვარზე ხართ პირველებო. თქვენ უკვირდებით მეგობრებო, აკვირდებით თქვენს განვლილ გზას და თქვენ ახლა უკვე იმ ეტაპზე ხართ, როდესაც ეს ყველაფერი გადალახეთ, თქვენი ბედის სადავეები აიღეთ ხელში და თქვენივე თავს ეუბნებით, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ, თქვენ ძლიერი ხართ და თქვენ აი ამასაც მოერევით, აი ამ სიტუაციასაც გაუძლებთ. და ნამდვილად მე თქვენ გეტყვით, რომ სამყაროც იმას ამბობს თქვენს შესახებ, რომ კმარა, თქვენ ნამდვილად წარმატებით გაიარეთ ის ყველა გაკვეთილი, რომელიც გქონდათ წინა პერიოდში და სამყაროც გააძლევთ იმის შანსს, რომ ახლა უკვე დროა შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. კი, მეგობრებო, თქვენ ახლა უკვე გადიხართ ახლა რეაბილიტაციის პერიოდს, იშუშებთ ახლა თქვენ იარებს. ცოტა არ იყოს გენატრებათ თქვენივე თავი, როგორიც ადრე იყავით ისეთი, მაგრამ ამავე დროს თქვენ პარალელს ავლებთ ძველ თქვენ მესა და ახლანდელ მეს შორის და ხვდებით რამხელა ცვლილება, რამხელა პროგრესი გაიარეთ, რამდენი რამ ისწავლეთ და სწორედ ახლა, როდესაც უკვე აი ამ ცვლილებების წინაშე ხართ და ტკივილებს იშუშებთ, თქვენ გელოდებათ იმაზე უკეთესი პერიოდი, ვიდრე ოდესმე გქონია. თქვენ მიიღებთ აღიარებას, ეგ იქნება სამსახურში, გარშემომყოფებისგან, როგორც კი თქვენი თავის დაფასებას ისწავლით და თქვენ ეს უკვე დაიწყეთ, თქვენ ამას უკვე მიეჩვევით ცოტა ხანში, რომ თქვენ დააფასოთ თქვენი გაწეული შრომა, თქვენი გაწეული განვლილი გზა, თქვენი განვლილი გზა დააფასოთ, რამდენი შრომა ჩადეთ ამაში, რამდენი რესურსი ჩადეთ და როგორც კი თქვენ აი ამ თქვენ სიძლიერეს აღიარებთ, გარშემომყოფები დიდებით შეგხვდებიან, გარშემომყოფები აღიარებენ თქვენს სიძლიერეს და თქვენს შეუდარებელ თვისებებს. ისინი გაღიარებენ თქვენ როგორც წარმატებულ, შემდგარ ძლიერ ადამიანად. თქვენ თლად მარტომ გაიარეთ აი ეს პერიოდი, მესმის რამხელა სიძლიერე დაგჭირდათ ამისთვის, რომ აქამდე მისულიყავით, ცოტა თავიდან ძალიან ულმობიერი ადამიანი იყავით, ყველას იგჯეროდათ, ყველას თავს უქნევდით იმის გამო, რომ ვინმეს
ამისთვის არ გეწყენინებინათ და საკუთარ პიროვნებას ყოველთვის უკან გადაწევდით, ეხლა ასე აღარ არის. სწორედ აი ეს ცვლილებები შემოვიდა თქვენში, თქვენმა განვლილმა გზამ თქვენ სული სიმტკიცე, სიძლიერე და ცოტა მკაცრი შტრიხებიც კი შეიტანა თქვენს ხასიათში და სწორედ ეს სიძლიერე და აი ის სიცივე ახლა რაც უკვე თქვენშია, გააძლევთ იმის პოტენციალს, რომ გახვიდეთ ახალ ასპარეზზე და ნებისმიერი საქმისგან უკვე მიიღოთ ეს ურთიერთობები იქნება თუ კარიერა იქნება, მიიღოთ სასურველი. ვაფასებ თქვენს აი ამ მტკიცე ხასიათს უკვე და თქვენს თავდაჯერებულობას პირველებო და გილოცავთ, მე კი კომენტარებში ველი თქვენს გამოხმაურებას. მადლობა და დაგემშვიდობებით მე პირველ ვარიანტს და დროა მეორე ვარიანტს მოგესალმოთ. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ მეორეებო. რა ცვლილებების ზღვარზე ხართ ახლა ჩემო კარგებო, ვნახოთ. რა ცვლილებების ზღვარზე ხართ მეორეებო. ვნახოთ. საკმაოდ დიდი გზა გაქვთ გამოვლილი მეორეებო. მე აქ ვუყურებ შემდგარ პროფესიონალ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება თავიანთი ბიზნესი აქვთ, ან კარიერაში უკვე მმართველი პოზიცია გიკავიათ, მიაღწიეთ ძალიან ბევრ რამეს, მაგრამ თქვენ აი აქ არ ჩერდებით. თითქოს ახალი მწვერვალების დაპყრობა გაქვთ გადაწყვეტილი. ცვლილებების ზღვარს რაც შეეხება, შეიძლება თქვენ აგროვებთ რაღაცისთვის თანხას, რაც გსურთ რომ შეიძინოთ და სწორედ აი ამ დიდი შენაძენისთვის კიდევ ფიქრობთ, კიდევ რა შემიძლია გავაკეთო. ნახოთ, რა ცვლილებების ზღვარზე ხართ მეორეებო. მეგობრებო, თუ თქვენ რომელიმე თქვენგანი, ეხლა მე რამოდენიმე ვარიანტს გეტყვით, რადგან ბევრი მიყურებთ და ყველასთვის შეიძლება ეს არ რეზონირდეს, მაგრამ თუ თქვენ ქორწინებაში იყავით და განქორწინება გსურდათ და აქამდე ეს ვერ შეძელით, ეს გამოგივათ. თუ უკვე განქორწინდით მეგობრებო და რაღაც ფორმალობები გაქვთ გასავლელი, ან ალიმენტის თემა, ან ბავშვების გამო ალიმენტის თემაა და აქამდე ეს დღის წესრიგში ვერ დააყენეთ, ეს თემა შემოვა ახლა და მინდა გითხრათ, თქვენ იმდენად ძლიერი ხართ უკვე, რომ თქვენ ამას წარმატებით გაართმევთ თავს. თუ აქ ვინმე რაღაც საბუთების საქმეს ელოდებოდა, რომ მოგვარებულიყო და რაღაც მომენტში გაჭიანურებული იყო ეს წარმატებით მოგვარდება, ან შეიძლება ეხებოდეს ვიზას, ან ნებისმიერ ფორმალურ მხარეს, თქვენ ოღონდ ეს ძალისმიერი მეთოდით არა, ეს მოლაპარაკების გზით, ან შეიძლება ადვოკატის, ჭკვიანი ადვოკატის დახმარებით თქვენ ამას შეძლებთ. ეს ადამიანი, ვინც თქვენ გეხმარებათ, საკმაოდ ჭკვიანი, რესურსული, ანუ განათლებული, გავლენიანი ადამიანია, რომელიც გვერდით დაგიდგებათ, აი ამ ფორმალობებში გაგარკვევთ და მოგცემთ გზას, რომ მიხვიდეთ სწორ და თქვენთვის სასურველ შედეგებამდე.
რა ცვლილებების ზღვარზე ხართ მეორეებო? შეიძლება ეს ბინის გადაფორმებასაც ეხებოდეს, ან ყიდვა-გაყიდვას მეგობრებო. ქონებრივ დავას შეიძლება ეხებოდეს და თქვენ აუცილებლად კარგი ადვოკატის დახმარებით, მრჩეველის დახმარებით მიიღებთ სასურველ შედეგს. რა გელით? აი ის შიში თქვენ რაც გქონდათ, მიიღებდით თუ არა იმ თქვენ სასურველს, ნამდვილად გაგიქარწყლდებათ, თუმცა თქვენ თუ ფიქრობდით, რომ ამ საქმეში მარტო ხართ და რამდენად შეძლებთ, შიში გქონდათ, რომ აი თითქოს მარტო დარჩით სამყაროს წინაშე და აი როგორ გართმევთ აი ამ ცვლილებებს თავს, მაგრამ თქვენ სამყაროც, დიახ, სწორედ სამყარო გიგზავნით ასეთ ადამიანს, რომელიც შეძლებს თქვენს დახმარებას. რა ცვლილებების ზღვარზე ხართ მეორეებო? თუ თქვენ მეგობრებო, თქვენი პარტნიორულ ურთიერთობას ეხება ეს ცვლილებები და ახლა ყველანაირი გზა ჩაკეტილია, თითქოს ვერ ამჩნევთ სინათლეს, აი აქ თქვენ აუცილებლად გექნებათ ახალი შანსი გამოსწორდეს თქვენ შორის ურთიერთობა. შეიძლება, თქვენ აქ მაღალი ძალები გეხმარებიან, დიახ მეგობრებო, თქვენ გეხმარებიან მაღალი ძალები თქვენი სურვილის ასრულებაში და თუ მიგითხარით, რომ შეიძლება ეს ფორმალობას ეხებოდეს რამე, სასამართლოში დავა იყოს, ან ნებისმიერი ფორმალობა, ბინის გაყიდვა, გაფორმება, ალიმენტის თემა იყოს, ან რაღაც საბუთების თემა, თქვენ აქ მაღალი ძალები გეხმარებიან და თქვენთან მოვა SMS-ი ან წერილი, რომელიც თქვენ სასიკეთოდ იქნება. თქვენ აუცილებლად დაგიცავენ ეს მაღალი ძალები ყველანაირი ნეგატიური და არასასურველი შედეგისგან. კიდევ ერთი ვნახოთ მეორე ვარიანტისთვის. რა ცვლილებების ზღვარზე ხართ? რას ეხება ეს ცვლილებები? აუცილებლად, აი ის ცვლილება იქნება თქვენთვის ძალიან დიდი საჩუქარი. შეიძლება ნამდვილად ოჯახს ეხებოდეს ეს ცვლილება, შეიძლება თუ თქვენ შერიგება გსურთ მეგობრებო და აი ეს თემა თქვენი დღის წესრიგში თქვენს პარტნიორთან ან მეუღლესთან იყავით დაცილებული და სწორედ შერიგება გინდოდათ, ეს ადამიანი თქვენთან მოვა აი ესეთი პატარა საჩუქრით, შეიძლება ეს საჩუქარი სულაც ყვავილები იყოს ან თბილი სიტყვები, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა თქვენ ელით რაღაცას, რასაც ელით, ზოგადად შემაჯამებელი რომ თქვათ მეორე ვარიანტისთვის, რაც ცვლილებებსაც ელოდით, ოღონდ პოზიტიურს და არა ნეგატიურს, ის თქვენს რეალობაში აუცილებლად დადგება. წავა გულისტკენა, თქვენ გარკვეულწილად ხა აქ მიჩვენებს, რომ გასაღები გიკავიათ ხელში. არ ვიცი, შეიძლება ეს იყოს რაღაცა საქმის გახსნა, შეიძლება ეს იყოს ბინის გაფორმება და ბინის შენაძენი, ან რაღაცა დაბრუნება თქვენი ბინის, არ ვიცი, რაზეც გულნატკენი იყავით, თქვენ აი ახლად გახართ იმ ცვლილებების წინაშე, რაც მიგიყვანთ სასურველ შედეგებამდე. ასე რომ გილოცავთ მეორეებო, მე კი ველი თქვენს
გამოხმაურებას. მადლობა რომ ჩემთან ხართ და გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე დროებით.